მოგესალმებით ტრანსფორმაციის ზონაში მარიკა ხალიანთან ერთად. დღეს სტუმრად გვყავს მარიეტა მაჭარაშვილი, რომელიც არის კოუჩი, Coaching Up უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ACC კოუჩი და ICF საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი. მოგესალმებით. მოგესალმები მარიეტა და დღეს გვაქვს ყველასთვის ალბათ საინტერესო თემა, რომელიც არის თვითმოტივაცია. და მოდი ჩავშალოთ ეს თემა საკმაოდ დეტალურად, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის გამოწვევა არის ის, რომ მოტივაციის ნაკლებობა აქვთ და მოდი დავიწყოთ იმითი, რატომ გვჭირდება თვითმოტივაცია და როდის არის მოტივაციის ნაკლებობა ძირითადად. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ საინტერესო თემაზე სასაუბროთ დაპატიჟებისთვის. მე პირველ რიგში ვიტყოდი რა არის მოტივაცია და რა არის თვითმოტივაცია. მოკლედ მოტივაცია შეიძლება იყოს გარედან მოწოდებული, გარედან ნაკვები, საზოგადოება, ოჯახის წევრები, მეგობრები და ასე შემდეგ. და თვითმოტივაცია არის უფრო შინაგანი ხმა, შინაგანი ძალა, ენერგია, რომელიც ადამიანს აძლევს ეგრეთ წოდებულ დრაივს, რომ არ გაჩერდეს თავისი მიზნების მიღწევის გზაზე. თვითმოტივაცია მოტივაციისგან იმით განსხვავდება, რომ პირველივე წინააღმდეგობაზე, პირველივე დაბრკოლებაზე, რომელიც შეიძლება რომ ადამიანს შეხვდეს ამ გზაზე, არ დანებდება და არ ხდება ფრუსტრაცია. ანუ უფრო სხვანაირად მარტივად რომ ავხსნა ჩემი გადმოსახედიდან, თვითმოტივაცია არის შენი შინაგანი სურვილებიდან, შენი შინაგანი ღირებულებიდან ნაკვები ძალა, რომელიც პრინციპში დაუმარცხებელს გხდის და არ ჩერდები მიზნისკენ სავალ გზაზე. როდის არის მოტივაცია ესეთი ძლიერი, ასეთი მოტივაცია არის მხოლოდ მაშინ ძლიერი, როდესაც შენ მოქმედებ შენი ღირებულებების სისტემიდან. აკეთებ ნებისმიერ ამას, ეს იქნება საქმიანობასთან დაკავშირებული თუ არასაქმიანობასთან დაკავშირებული შენი ღირებულებების სისტემიდან. როგორც მე გავიგე, ესე იგი თუ ვაკეთებ საქმეს, რომელიც მე მიყვარს, რომელიც ჩემი შინაგანი მოწოდება, ამ შემთხვევაში შიგნიდან ვანთი ვარ და ის მუხტი და ნაპერწკალი მაქვს, რომელიც მიბიძგებს იქითკენ, რომ არ გავჩერდე და თუ ვაკეთებ ისეთ საქმეს, რომელიც ვალდებულებაა და უნდა გავაკეთო და არა მინდა შიგნიდან, მაგ შემთხვევაში არის უკვე ნაკლები მოტივაცია და ამ დროს ძალისხმევა მჭირდება იმისათვის რაღაცა დამატებითი კამფეტები უნდა მივცე ჩემ თავს გარედან, იმიტომ რომ შიგნიდან არ მყოფნის ის მუხტი და როცა გარედან მჭირდება კამფეტების მიცემა, ამ დროს არასოდეს არაფერი არ არის საკმარისი და როცა შიგნიდან ეს მუხტი ანთია, ამ დროს ნამდვილად ძალა არის, რომელიც წყარო შიგნით არის. კი ბატონო. და მნიშვნელოვანი მოტივაციის დროს არის ესეთი მოტივაციის თეორიის დროს გვეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ 3 პუნქტისგან შედგება ნებისმიერი მოტივაცია. პირველი ეს არის ავტონომია, როცა მე მაგ შეგრძნება, რომ ვაკეთებ, ჩემი ცხოვრების მართველი მე ვარ და ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რომელიც ჩემს რომელიმე ღირებულებას ემსახურება. ანუ ჩემი ცხოვრების საჭესთან მე ვზივარ და არ ვარ მგზავრის როლში. მეორე მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენციის, ანუ ცოდნის ნაწილი, როდესაც ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რაც არის შეიძლება რთული ამოცანა, მაგრამ თუ ეს არის ჩემი შიგნიდან ანთებული ძალა, როგორც შენ ახსენე, ამ შემთხვევაში მაქვს გარკვეულწილად მოტივაცია, ძალა, ენერგია, რომ ეს რთული ამოცანები დავძლიო და გავიზარდო. ანუ როდესაც რაღაცა გაკვეთილი მხვდება ცხოვრებაში, ნებისმიერი სახის, შეიძლება ეს იყოს რთული დავალება, დაბრკოლება რაღაცა ცხოვრებისეული, ამას ვუყურებ როგორც გაკვეთილს, ზრდისთვის საჭირო რაღაცას და ვსწავლობ აქედან და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მოტივაციის შენარჩუნებაში ეხმარება ადამიანებს, ეს არის მიკუთვნებულობის შეგრძნება, როცა მე მაგ შეგრძნება, რომ რაღაცა ძალიან დიდის პატარა ნაწილი ვარ. აი თუნდაც ეს ავიღოთ კარიერულ ნაწილში ან ცხოვრებისეულ ნაწილში, თუ მე მაქვს იმისი შეგრძნება, რომ ეს კონკრეტული საქმე ემსახურება რაღაცა უფრო დიდს, ვიდრე მხოლოდ ეს ამოცანა არის, მაშინ მე მაქვს მოტივაცია. ან თუნდაც ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მე ჩემ ცხოვრებაში ვახორციელებ, თუ ვიცი, რომ ეს ცვლილება ემსახურება ჩემს, რა ვიცი, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ჩემს უფრო დამოუკიდებლობას, ფინანსურ წინსვლას, ამ შემთხვევაში მაქვს მოტივაცია.
ეხლა რომ გადმოვთარგმნო მე როგორც გავიგე, არის ის პირველი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ მე ვმართავ ჩემსავე ცხოვრებას, ეს განცდა მაქვს, ანუ არჩევანს მე ვაკეთებ. ვიღაცამ კი არ დამაძალა და უნდა გააკეთო კი არა, მე გადავწყვიტე და აქედან გამომდინარე საჭესთან გრძნობ ჩემი ცხოვრების თავს. მეორე ნაწილი იყო, სადაც მე ვგრძნობ, რომ ამის რესურსი მაქვს. გრძნობ, რომ ჩემში არსებობს ეს ნიჭები, რომლითაც შემიძლია რომ შევეჭიდო. ხო, მნიშვნელოვანია, რომ რაღაცას რო ეჭიდები, უნდა გრძნობდე, რომ შენ შეგიძლია იმ სიმძიმის აწევა, რაღაცას რო ეჭიდები და მესამე არის, როცა ხვდები, რომ რაღაცა დიდის ნაწილში წვლილის შეტანა შეგიძლია და ეს შიგნიდან განთებს, იმიტომ რომ რაღაცა დიდი გუნდის ნაწილი ხარ, დიდი საქმის ნაწილი ხარ, დიდი სიკეთის ნაწილი ხარ შენც და რაღაცნაირი მიკუთვნებულობის განცდაც გაქვს მაგ დროს, რომ მე განყენებული კი არ ვარ, აი ამ გუნდის წევრი ვარ. ნამდვილად ეგრეა. ძალიან საინტერესო დამოკიდებულებებია და იცი რა მაინტერესებს მოტივაცია, როდესაც უქრება ადამიანს. რა ხდება ამ დროს და ჩვენ ყველას მქონია, მეც მქონია ეს სიტუაცია, როდესაც მოტივაცია როცა არ მაქვს, ვიწყებ პროკრასტინაციას და ბევრი ადამიანი ხვდება, ჩვენ ორივე ქოუჩები ვართ და ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პროკრასტინაციის თემა, როცა მოტივაცია ეცემა და თვითმოტივაცია არ არის და ამ დროს ვაკეთებთ რაღაცნაირ გადადებას იმ საქმის. და როგორ ფიქრობ, რა დგას ამის უკან? ძალიან საინტერესო თემა. პრინციპში ბევრი რამ შეიძლება იდგეს და პირველი პასუხი იქნება გარკვეულწილად შეჯამება იმის, რაც უკვე ვთქვით, რომ ეს რამდენად შენია ეს საქმე, რომელიც გინდა რომ დაიწყო, შენ მართლა გინდა თუ დაგაჯერა, მოკლედ საზოგადოებამ რომ ასწია საჭირო და უნდა, როგორც შენ აღნიშნე, ხო? ამ შემთხვევაში, მოკლედ ჩვენი გონება ძალიან საინტერესო მექანიზმია და ძალიან კარგად მუშაობს და შეუძლია მოიფიქროს ძალიან ბევრი მიზეზი, რატომ არის შენი ეს მინდა და ოღონდ თავს არ გამოუწყდეს მოკლედ ადამიანი ეს ჩახვეული სისტემა ძალიან ჩახუჭუჭებულ მიზეზებს იგონებს, რომ რატოა ეს მიზანი პირობითად ჩემი და არ არის მაგალითად თავს მოხვეული, ეს ერთი. მეორე შეიძლება სულად ჩემი იყოს ეს მიზანი, მაგრამ შიში მქონდეს, იმიტომ რომ საერთოდ ახალია და არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო. ჩვენ ყველას გამოძრავებს ერთი ძალიან დიდი შიში, რომელიც არის სირცხულით გამოწვეული შიში. რომ ისე რო არ გამომივიდეს, როგორც ჩემგან მოელიან, როგორც ჩემგან არიან მიჩვეულები, რომ მაღალი ხარისხის რაღაცებს გავაკეთებ, მოკლედ ისე მინდა დავიწყო ნებისმიერი ახალი საქმე, თუ ეს არის ახალი საქმე, რომ ბრჭყალებში არ გავბანძდე. ჟარგონის ბოდიში ვუხდი მაყურებელს, მაგრამ მგონია რომ კარგად გამოხატავს ამ შინაარს. ეს არის სირცხული შიში, რომ რაღაცები ისე არ გამომივა, მე გამკიცხავენ, გამაკრიტიკებენ, ზურგს უკან ჩემზე ისაუბრებენ, მოკლედ შიშები იმისა, რომ გამსჭიან და გამაკრიტიკებენ. მესამე პროკრასტინაცია შეიძლება იყოს გამოწვეული პერფექციონიზმისგან და იდეალურობისგან, რომელიც მეორე პასუხთან ცოტათი ახლოს არის, მაგრამ ცოტა კიდევ უფრო სხვა რაღაცა არის, როცა ელოდება ადამიანი, რომ იდეალური მოცემულობა დადგება. იდეალური ამინდი იქნება, იდეალური გარემო იქნება, მის ირგვლითაც იდეალურ ფორმაში იქნება და აი ამ იდეალურობის მოლოდინში გადის ცხოვრება. მოკლედ პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულდება. და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირთ ხოლმე ადამიანებს, იმიტომ რომ ესეთი მეთოდიც არსებობს, რომელსაც ესე იგი ქოუჩები მიმართავთ ხოლმე, რომ დაიწყო 5 წუთით, ხო? პირველი 5 წუთი თუ შეგიძლია რომ გააკეთო და არ მოკვდე პირობიდან დავსაქმის გაკეთებისგან არ განკიცხონ და გაგაკრიტიკონ, ამ შემთხვევაში ესე იგი შეგიძლია რომ გამოგივიდეს. პრინციპში ყველაფერი მაინც, როდესაც პროკრასტინაცია საქმე ეხება, არის გარეგან ფაქტორებზე დამოკიდებული, რომ რა სიტყვის სხვა. ვიდრე ის, რომ პირობითად შეიძლება რაღაცა შიგნით არ მქონდეს ამისი რესურსები. შიშები მაკავებს და ამ შიშს სხვადასხვა გვარი აქვს, მოკლედ სახელი ერთი აქვს შიში, მაგრამ გვარი აქვს სხვადასხვა და სხვადასხვა გვარი აქვს, ძირითადად რომელიც არის შვილზე დაბოლებული.
მაგრამ ჩემი არ არის და სხვისია, მოკლედ ეს შიშები გარედან არის მოსული. ხო, ეხლა მე რაც გავიგე არის ის, რომ პირველ რიგში მნიშვნელობა აქვს იმას მიზანი რამდენად ჩემია, ეს მანამდეც თქვით და ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამიანი ირჩევს რაღაც მიზანს, გასაგებია, რომ ეს სხვისგან თავს მოხვეულია, მაგრამ ჩვენი ბავშვობიდან გვაქვს ჩადებული რაღაცნაირი ავტომატური თვითგადარჩენის მექანიზმი და ზოგჯერ მიზანს ვირჩევთ არა ჩემი შინაგანი ნამდვილი მოწოდებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან რომ რაღაცისგან გაქცევა მინდა, რაღაცისგან თავის არიდება მინდა, რომლის უკანაც დგას ზუსტად ეს შიშები. და ეს შიშები არის, როგორც შენ აღნიშნე, წარუმატებლობის შიში, ზოგჯერ წარმატების შიშიც კი არის ხოლმე, იმიტომ რომ იმის შიშია, რომც გავიდე ბოლომდე, მერე პასუხისმგებლობას რამდენად ავიღებ, მერე რა მოყვება ამ წარმატებას. ხშირად შემხვედრია წარმატების შიშიც, როდესაც აქვთ მე ვარ მაგის ნათელი მაგალითი, მაგათ მე როცა დავიწყე და მადლობა რომ დავიწყე ეგ გზა, რასაც ქვია პიროვნული ტრანსფორმაციის გზა, მე აღმოვაჩინე არ ვიცი რამდენად ფორმატში ჩდება, მაგრამ მომინდა რომ გამეზიარებ და გაგეზიარებ. აღმოვაჩინე, თუნდაც მინდების ნაწილზე ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვიცი მე რა მინდა. ანუ ვიცი თითქოს რა მინდა, მაგრამ ვიცი ზუსტად როლებიდან გამომდინარე. ანუ ვიცი როგორ რა მინდა, როგორც შვილს, ვიცი რა მინდა როგორც თანამშრომელს, მეგობარს, მაგრამ მარიეტა მაჭარაშვილს კონკრეტულად დამოუკიდებელ სულს რა უნდა, ეს საერთოდ არ ვიცოდი და პირველი ალბათ ფრუსტრაცია ეს ჩამოშლა, რასაც ქვია, მაშინ დამემართა. და მეორე რაც იყო ყველაზე ესეთი მართლა ტრანსფორმაციული, იყო ის, რომ შიში მაქვს, რომ ვიყო გამორჩეული, მქონდა უბრალოდ და ვმუშაობ ამ საკითხზე დღემდე, რომ ვიყო გამორჩეული, ამიტომ დავრჩე ჭრილში და ვიყო მოკლედ პირობითად კარგი შემსრულებელი რაღაცა საქმეების, ვიდრე ვიყო სცენაზე, ესე ვთქვათ. შეიძლება ვიღაცასთვის ეს ასაცილო იყოს იმდენად აქტიური პროფესია, მაგრამ მე ხომ შინაგანად ვიცი რა არის და როგორ არის, მოკლედ მარტო საკუთარ თავთან რჩები. დიდი ნაბიჯების გადადგმა ხშირად შემიჩერებია ზუსტად მაგიტომ, რომ მე ვიქნები ძალიან, ესე იგი, პროჟექტორის ქვეშ და ვიქნები წარმატებული. და პასუხისმგებლობა არ ვიცი როგორ გავუძრებ იმ პასუხისმგებლობას. ძალიან კარგ საკითხს შეეხე და ძალიან მიხარია ამას რომ შეეხე, იმიტომ რომ ადამიანებს გარედან ხშირად გონიათ, რომ კოუჩები რადგან ვართ და ფსიქოთერაპევტი რადგან ვარ, მე პრობლემა არ უნდა მქონდეს და რაღაცნაირად ყველაფერი მოგვარებული უნდა გქონდეს და ამ დროს ჩვენც ვართ რეალურად ის ადამიანები, ვისაც იგივე გამოწვევები გვაქვს და ხშირად ჩვენი კლიენტებისგანაც ვიზრდებით, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ იმ გამოწვევებთან ჩვენ ვმუშაობთ. აი თუნდაც ის, რომ შენ დღეს აქ ხარ და მე დღეს აქ ვარ, შენ რომელსაც გამორჩეულობის და სცენაზე დგომა არ გინდა და დღეს მოხვედი ეთერში და ტრენინგებსაც ატარებ და კოუჩიც ხარ და ამაზე მუშაობ საკუთარ თავზე და მე რომელსაც კამერის შიში მქონდა და დღეს პოდკასტები მიმყავს, განსხვავება ეს არის ჩვენსა და მათ შორის, რომ ამ შიშებში ჩვენ გამოვიარეთ. შენ თავად თუ არ გაიარე და თუ არ გადალახე ეს რაღაცები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს გამოწვევები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად სრულყოფილ პირიქით ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და იგივე გამოწვევები გვაქვს. უბრალოდ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. უბრალოდ ის, რომ მე თუ კონკრეტული თემის დამუშავებაში და ალბათ შენც ასე ხარ, თვეები გვჭირდებოდა, დღეს შეიძლება ერთი დღე და ორი დღე იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ის თემა დავამუშაოთ, თორე ბრაზიც გვაქვს, შიშიც გვაქვს, სირცხვილიც გვაქვს და ადამიანები ვართ და ყველა ეს ემოცია გვაქვს და ეს არის ნორმალური. უბრალოდ ამ ემოციებთან მუშაობა შეგვიძლია. საკუთარ თავს უკეთ ვიცნობთ. მანამდე, როდესაც იყო ავტომატური ქცევები და ქცევა, რომელიც იყო რეაქციული, დღეს უკვე ამ რეაქციებს
ვცნობთ და გიცანი გამოდი გიცანის ამბავში ვეუბნებით საკუთარ თავს და აჰა აქ ახარ ისე გამოდი გიცანი და ხვდებით ამას როგორ გავუმკლავდეთ, როგორ მივიღოთ, როგორ გავიაროთ ამ ყველაფერში და განსხვავება არის მხოლოდ ეს. და ეს არ ნიშნავს, რომ არც შიში გვაქვს, არც სირცხვილის გრძნობა გვაქვს და არც რაღაცნაირი სხვა გამოწვევების წინაშე ვართ და კარგია ამ თემას რომ შეეხებ. და თუნდაც ის, რომ მოტივაციის ნაკლებობა ზოგჯერ ჩვენც გვაქვს. ნამდვილად. დილას ვიცით ორივემ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს როგორ ვიწყებთ, ხო? დილას რო ვიღვიძებთ, ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე ხარ და ყოველთვის გაქის, რომ აი ერთი სული მაქვს ხარ, როდის წამოვხდები და როდის შევეჭიდებით ჩემს საქმეებს. არის ესეთი დღეებიც, როდესაც იცი, რომ აი მართლა შენი საყვარელი საქმე გასაკეთებელი რაღაც არ გასვენებს და გააქვს ეს თვითმოტივაცია, მაგრამ ხშირად არის ის ვალდებულების განცდაც, ხო? როდესაც იცი, რომ შენი გასაკეთებელია და სხვა შენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს. აი ამ დროს როგორ მუშაობთ საკუთარ თავთან? როდესაც და თუ ქონია შენს ეს. პრინციპში ძალიან საინტერესო თემაა და მაგას ეხლა ვამუშავებ საკუთარ თავთან. ალბათ ყოველთვის უნდა ამუშავებდეს ადამიანი. ერთი რასაც ვიტყოდი წინა პასუხთან დაკავშირებით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმღებლობა გქონდეს coach-ს და საკუთარი თავის მიმღებლობით იწყება ყველაფერი. ის რომ ხარ მიმღებელი საკუთარი თავის მიმართ პირველ რიგში გეხმარება, რომ იყო მიმღებელი შენი კლიენტების მიმართაც და საუკეთესო სწავლის მეთოდი ჩემი აზრით არის, რომ ისწავლო საკუთარ თავზე. და ყველაზე მეტად სარგებლიანი ზუსტად მაგ შემთხვევაში ხარ. რაც შეეხება თვითმოტივაციის ნაწილზე, ადრე მოსმენილი მაქვს ესეთი ფრაზა, რომ ჩვენი წელიწადი რო აიღო, წელიწადის სადღაც 60-70 დღე არის მოტივირებული და დანარჩენი 300 დღე არ არის მოტივირებული. ვერ იქნება ადამიანი, არ ახარ ავტომატი, არ ახარ რაღაცა მექანიზმი, ხელოვნური ინტელექტი ხო ამ შემთხვევაში, ბუნებრივი ხარ და ნამდვილად არის დღეები, როცა მეტად მოტივირებული ხარ და ნამდვილად არის დღეები, როცა არა გაქვს მოტივაცია, მაგრამ ამ დროს შემოდის სცენაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა და ეს არის თვითდისციპლინა. და მე ვამბობ ხოლმე ესეთ ფრაზას, ჩემი ათქვა არ დავიჩემებ ნამდვილად, მაგრამ აი მართლა ყოველ დღე საკუთარ თავს უმეორებ, რომ მოტივაციას ყოველთვის ჯობს დისციპლინა, იმიტომ რომ მოტივაციის ლოდიში, როდის მექნება მოტივაცია, შეიძლება გავიდეს ძალიან დიდი დრო და მოტივაცია შეიძლება მოიყვანო თვით დისციპლინით და აი რაღაც აი მიკროჩვევებს, რასაც ეძახიან, ხო და რასაც ჩვენ რაშთაც ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რომ ეს მიკროჩვევები 24 საათში რასთან ერგავს, 72 საათში რასთან ერგავს და ასე შემდეგ, აი ამათი ყოველდღიურობაში გადმოტანით ინარჩუნებს ადამიანი ესე იგი მოტივაციას და ხანდახან არის დღეები, როდესაც არ გაქვს საერთოდ არჩევანი, გააკეთო თუ არ გააკეთო, უნდა გააკეთო და ამ დროს შემოდის მოკლედ დისციპლინა სცენაზე, რომელიც აი პრაქტიკულად ყველაფერია ცხოვრებაში და მე მგონია, რომ ნებისმიერი მიზნის მისაღწევად რასაკვირველი აქ ჭირდება დიადი მიზანი, მაგრამ მუდმივობა და დისციპლინა არის ის იარაღები, რაც გეხმარება საკუთარ თავის გამოძერწვაში. ძალიან შემეხმიანა დისციპლინის თემა და ჩვენ ბავშვობიდან ეს დისციპლინა რაღაცნაირ ვალდებულებად და ტვირთად გვევლინებოდა და ემოციურად დისციპლინის მიმართ ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება, თითქოს ეს იყო ტვირთი. და დღეს, როდესაც მუშაობთ ხოლმე კლიენტებთან, ხშირად კლიენტები რო მეუბნებიან, რომ მოდიან იმ გამოწვევით, რომ როგორ შევიყვარო საკუთარი თავი. მიხვდა ადამიანი, რომ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება ყველაფერი და ყველა სიყვარული და ზოგადად ყველანაირი შედეგი მაქედან იდება და ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ამ პარალელს, რომ დისციპლინა, რომელიც აქამდე იყო ტვირთი, იმიტომ რომ ვიღაცამ მომცა ეს ტვირთი და გადმომცა და ვიღაცას რაც უნდა ის უნდა მეკეთებინა, მაგრამ რაც შენახსენე თვით დისციპლინა არის ჩემს მიერ არჩეული დისციპლინა, რომელიც არის ზრუნვა საკუთარ თავზე, რომელიც არის სწორედ ჩემი თავის სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება და როგორ დავიწყო საკუთარი თავის სიყვარული, რომ ეკითხებიან, საკუთარი თავის თვით დისციპლინით შეგიძლია დაიწყო საკუთარი თავის სიყვარული, იმიტომ რომ ეს ტვირთი კი არ არის, ეს არის ზრუნვა შენს თავზე.
და ამითი ყოველდღიურად დამოკიდებულებას თუ ესე შეცვლი, რომ ტვირთი კი არ არის ჩემი არჩევანია და ეს არის ჩემი თავის მიმართ სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება, მაშინ ისეთია რა, როცა ყოველდღიურად იცი, რომ რაღაც გასაკეთებელი გეზარება, რაღაცნაირი თვითმოტივაცია, მე ხომ მიყვარს ჩემი თავი და ეს უნდა გავაკეთო ჩემი თავისთვის. ნამდვილად. ამას წინათ მქონდა ტრენინგი 35 ქალბატონი იყო დაახლოებით და პირველი სავარჯიშო რაც გავაკეთებინა ეს ზუსტად თვითმოტივაციაზე იყო. სესია საკუთარი თავისთვის მადლობის გადახდით და რომ გავაკეთეთ ეს სავარჯიშო, მე ვთხოვე რომ გაეზიარებინათ რა იგრძნეს ამ შემთხვევაში და უმეტესობა ამ 35 ქალბატონიდან თქვა რომ აბსოლუტურად უცნაური მდგომარეობა იყო, ვერ ახსნეს. ერთი-ორი ადამიანის ცრემლები წამოვიდა, ერთი-ორი ადამიანი პირიქით ძალიან ასიამოვნები იყო და ცოტათი მეც შევშინდი ხა ვიღაცის ცრემლები რო დავინახე, მეთქი ზედმეტად ხوار შევეხე ვინმეს, მაგრამ მე რო გამიზიარეს მითხრეს რომ ეს ცრემლებიც არის იქიდან წამოსული რომ აბსოლუტურად უცნაური შეგრძნება, რატო უნდა გადაუხადონ ადამიანებმა საკუთარ თავს? მადლობა, ესეც კი უკანა პლანზე გვაქვს გადაწეული და თითქოს ყველაფრისა და ყველას მიმართ უნდა ვიყოთ მადლიერები საკუთარი თავის გარდა და რაღაცნაირად აი საკუთარი თავის მიმართ მადლიერება და საკუთარი თავის მიმართ ზრუნვა ცოტათი დემონიზირებულია ჩვენ საზოგადოებაში, აი თითქოს ცუდი ტონია, რომ ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნავდეს და საკუთარი თავის მადლიერი იყოს და ყველას და ყველაფრის მადლიერი უნდა იყოს. სინამდვილეში შენ თუ არ ახარ აბსოლუტურად აზრი არ აქვს არაფერს. აი დედა ჩემი შვილი, ყველაფერში არის ჩემი, ხო? ანუ მე ვარ სადღაცა მთავარ წერტილში და თუ კარგად დაუფიქრდებით, მივხვდებით რომ სამყაროც იმიტოა მშვენიერი, რომ მე ვარ იმ სამყაროს ნაწილი და ვხედავ ამ სამყაროს, ხო? ამიტომ გეთანხმები რომ თვით ზრუნვა და მადლიერება ასევე საკუთარი თავის არის პრაქტიკულად თვითმოტივაციის საკვები, საწვავი. თუ მე ნებისმიერ აი თუნდაც დღევანდელი პოდკასტის მერე წავალ და ვიტყვი რომ მადლობა მარიეტა რომ შენ ეს გააკეთე, ხო? რაღაცნაირად ხო წყალი დაუსხი მცენარეს, რომელიც ჩემში ეზრდება. მე არ ვამბობ რომ შეიძლება ეს არის იდეალური და ვაიმე ასე იგი ამაზე უკეთესი აღარასოს აღარაფერი აღარ იქნება და სხვა ვერ ჩაწერს ამაზე, მაგრამ ჩემთვის ხო ყველაზე საუკეთესოა რაც აქამდე გამიკეთებია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მადლობა უთხრა საკუთარ თავს და თვით შეფასებაც ხო ეგრე ყალიბდება მე საბოლოო ჯამში როგორ გადაუხადე, რაზე გადაუხადე საკუთარ თავს მადლობა და შეუსრულე თუ არა ის დანაპირები რომელსაც საკუთარ თავს ვეუბნები ხოლმე. ყველაფერი იწყება საკუთარ თავთან, საკუთარ თავზე ზრუნვით. ეთანხმები აბსოლუტურად. და გარდა მაგისა თვითმოტივაციის დაკარგვის უკან უფრო სიღრმეში რომ ჩავდივართ სესიებზე მუშაობის დროს, ხშირად ხდება ხოლმე რაღაცნაირი თვითსაბოტაჟი. ეს ზუსტად. თვითსაბოტაჟი ან პროტესტის განცდა. პროტესტის განცდა იმის გამო, რომ ადამიანი თავის საქმეს ან არ აკეთებს, ან ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც არ მოწონს, ან აღიარება უნდა და არავინ არ აძლევს, მადლობასაც არავინ არ ეუბნება და თვითონაც დავიწყდა რომ მადლობა შეიძლება თავადაც უთხრას თავის თავს აგერ რასაც საუბრობდით და აი ეს აღიარების არ მიღება ეს არის მნიშვნელოვანი საჭიროება უმეტესობა შემთხვევაში ადამიანისთვის. აღიარების ვერ მიღება, ისეთი საქმის კეთება, რომელიც არ გსიამოვნებს და ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს სიმპტომიც კი. როცა თვითმოტივაცია არის დაბალი, შეიძლება სიმპტომიც იყოს და მოგვევლინოს რაღაცნაირად ნიშნად, რომ ამის უკან რაღაც ისეთი დგას, რომ ან არასწორ საქმეს ვაკეთებ, ან პირიქით. ამ ყველაფრის უკან რაღაც დიდი იმალება. კი ბატონო. აი თვითსაბოტაჟთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი ჩემი კლიენტის ისტორია. ისე მოვყვები, რომ პრინციპში იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნება. ამ ადამიანის ისტორია იყო ესეთი, რომ ვიწყებ ურთიერთობებს. პირად ურთიერთობებს ეხება, ძირითადად ეს ყველაფერი გარკვეულ ეტაპამდე მივდივარ და მე არ ვიცი რაღაცნაირად ისე ვიქცევი, თუ ისე ხდება, მოკლედ, უბრალოდ თავიდან ესეთი იყო ნარატივი, რომ ისე ხდება, რომ ყველაფერი ინგრევა და მე მივედით იქამდე, რომ ისე ვიქცევი.
რომ ძალიან უცნაურად უჩვეულ მომენტში ინგრევა ეს პირადი ურთიერთობები და აი ზუსტად თვითსაბოტაჟამდე მივედით მე საბოლოო ჯამში, რომ ის აკეთებს გაუთვითცნობიერებულად ზუსტად ისეთ საქციელებს, რომელიც ანგრევს მის პირად ურთიერთობებს და საინტერესო იყო მიზეზი, რომ მერე რომ ვიღაცებისთვის მოსაწონი არ აღმოჩნდეს. როგორც წესი თვითსაბოტაჟის მიღმა ზუსტად ეგ არის, რაც შენ აღნიშნე, რომ თუ ის ვიქნები, ვინც სინამდვილეში მინდა რომ ვიყო, ვიქნები თუ არა იმ ხალხისთვის მოსაწონი, ვისაც აქამდე მოვეწონები და აი ტრანსფორმაციას ეგ ძალიან დიდი ბჭყალებში დანაკარგი, ასე ვიტყოდი ბჭყალებში, იმიტომ რომ დანაკარგი არ არის, მაგრამ სიტყვა დანაკარგი კარგად გადმოსცემს, ახასიათებს, რომ შენსაც იზრდები პიროვნულად და ტრანსფორმაციას განიცდი და აღარ ხარ მოკლედ თვითსაბოტაჟის ესე იგი ნაწილში უკვე ხვდები, რომ ვიღაცეები შენი მეგობრები აღარ არიან. ანუ აღარ არიან ის ძველი მეგობრები, აღარ ესმით შენი მეგობრებს, ისე როგორც ადრე გესმოდა. შენი ახლობლები არიან აბსოლუტურად განსხვავებულები, ვიდრე აქამდე გეკონა და აი ეგ შიში არის ხოლმე ხშირად, ზუსტად მაგ თვითსაბოტაჟის გამომწვევი მიზეზი, რომ მე თუ ისეთი ვიქნები, როგორც მე სინამდვილეში მინდა, საქმის ნაწილში, ურთიერთობების ნაწილში და ასე შემდეგ, მოვეწონები თუ არა გარშემო მყოფებს. და ეგ იმხელა რაღაცა, იმხელა ძალა, ასე ვთქვათ, სასწორზე იმხელა წონა აქვს მაგ ყველაფერს, რომ ხშირად ადამიანები ძალიან დიდ საკუთარ ცხოვრებას გადადებენ ხოლმე მაგის გამო, ოღონდ ეს მიკუთვნებულობის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, მაგრამ ხანდახან გვაგვიწყდება, რომ მიკუთვნებულობა სწორ საზოგადოებასთან, ვინც პარტნიორულ ურთიერთობაშია შენთან და ყვებავს შენს და არა მხოლოდ შენ ყვებავ მათ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პიროვნული ზრდის ნაწილში გვახსოვდეს, რომ ხდება ხანდახან ეგეთი რაღაცები, რომ ეს ადამიანები აღარ არიან შენს გვერდით, სადღაც იყვნენ, მაგრამ ფასი ძალიან მაღალია, სამაგეროდ ხარ შენ ის ვინც ხარ. სწორედ ამიტომ არის ხოლმე ძალიან დიდი მიზიდულობა, რასაც ვაკვირდები პიროვნული განვითარების პროგრამებზე, ამიტომ მოდიან ადამიანები, რომ აქ აძლევენ უფლებას რეალურად იყვნენ ისეთი ვინც არიან და მის გარშემო მყოფი ადამიანები ამიტომ ძალიან მეგობრდებიან ამ დროს პიროვნული განვითარების პროგრამებით ძალიან ბევრი სიღრმისეული მეგობრობა იწყება ხოლმე და ეს ჩემს თვალწინ ჩემ პროგრამებში ბევრჯერ მინახავს ადამიანების ძლიერი დამეგობრება, იმიტომ რომ იქ აძლევს უფლებას თავის თავს, რომ გახდეს ისეთი, როგორიც არის, იყოს მოწყვლადი, შეძლოს თავისი ნამდვილი სურვილების, ნამდვილი მეს, თავისი ჩრდილოვანი მხარეების გამოხატვაც და ამის უფლებას აძლევს ადამიანს. რა თქმა უნდა, ამ სპეციალური სავარჯიშოებით ხდება ეს თვით გამოხატვა და მე იქ როდესაც ხდება მიმღებლობა, ამიტომ არის ძალიან ძლიერი დამეგობრების ნაწილი და თანაც მე რასაც ვაკვირდები, დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს მაგაში, იმდენად ნაკლებია გულწრფელობა საზოგადოებაში და გულწრფელობა ყველაფერში, რომ აი ამ პიროვნულ განვითარების, თუნდაც აი კოუჩინგის ნაწილში, თუნდაც ტრენინგებში, თუნდაც პროგრამებში, აი ეს მოსწონთ ყველაზე მეტად ჩემი აზრით, რომ გულწრფელია ადამიანი და აი ნიღბის გარეშე ყოფნის შესაძლებლობას აძლევს საკუთარ თავს და რაც ვთქვით უკვე, რომ განსჯის გარეშე შეუძლია, რომ ისეთი იყოს, როგორც არის, იმიტომ რომ იქ ვინც არის ყველა მიწის, რომ ყველას თავისი ესე იგი რაღაცა მაჯლაჯუნები ყავს და შემზღუდავი რწმენა წარმოდგენები აქვს და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება შენს თავს და ამას რო აღმოაჩენ, რომ თან ეგეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საკუთარ თავში როცა ხარ ადამიანი ჩაკეტილი და ამას არ აზიარებ, გონია რომ მარტო შენ გჭირს ეგეთი რაღაცა. ჩვენ ხო თავში გვაქვს მნიშვნელობების მიმნიჭებელი მანქანა და რეალურად ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ბევრ რაღაცას და ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ და პიროვნული განვითარების ტრენინგების დროს ამას ყველაფერს თამაშით ვაკეთებთ და მარტივია ის მოხსნა იმ ნიღბის, როცა თამაშობ, იმიტომ რომ
ნიღაბი არ აქვს ბავშვს და ბავშვი თამაშით ცხოვრობს, ხო? და ჩვენ აი ამ თამაშებით ვიწყებთ ზუსტად იმ ნამდვილ მესთან შეხებას და ამიტომაც არის ეს გაცილებით მარტივი პროცესი, ვიდრე ცხოვრება, რომელიც ზედმეტად სერიოზულად აღვიქვავთ ყველა დეტალს, ყველა წვრილმანს ვაძლევთ ძალიან დიდ მნიშვნელობას და ჩვენ თვითონ ვირთულებთ ამითი ცხოვრებას. ამ დროს რა არის ცხოვრება? არის რაღაცნაირი თამაში, რომელშიც სხვადასხვა როლები გვაქვს და ცხოვრება მგონია, ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, რომ ურთიერთობების სკოლაა. კი და მე მგონია ესეთი რაღაცა, ხშირად პირველი გაცნობიერება ალბათ ჩემთან როცა მოვიდა და მივხვდი, რომ რაღაცები რადიკალურად შესაძლებელი მქონდა, იყო ის, როცა მივხვდი, რომ არ არის ცხოვრება ტანჯვისთვის. ანუ ადამიანი ტანჯვისთვის არ არის გაჩენილი იდეაში, უბრალოდ რაღაცნაირად ესეთი არ ვიცი მიზეზებს არ დავასახელებ ხოლმე, ესეთი მოსაზრება არსებობს, რომ თუ იტანჯები, კაი ტიპი ხარ, მოკლედ რა. და ხუმრობაც მაქვს მოსმენილი, არ მახსოვს ვისია, თუმცა ორი ქართველი რო შეხვდება ერთმანეთს, ვინ უფრო ცუდად არის, მოკლედ ის უფრო კაი ტიპია. აი ზუსტად ეგ არის, რომ რაღაცნაირად ჩვენ რატომღაც დაგვაჯერეს, რომ ეს ცხოვრება არის ტანჯვისთვის მოცემული. ხანდახან არის კიდევაც შესაძლებლობა რომ ვიყოთ ბედნიერები, მაგრამ გვეშინია მაგ ბედნიერების, ხო? ეს ცოტა სხვა თემაა კიდე შეიძლება ვიდრე კოუჩინგი და პიროვნული ტრანსფორმაცია, მაგრამ მე მაგას ძალიან ხშირად შევსწრები ვარ და მინახავს ჩემს კლიენტებთან ურთიერთობაში, რომ ჩვენ გვეშინია ბედნიერების, ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას, იმიტომ რომ აი ისევ და ისევ შიში შემოდის სცენაზე, რომ ეს შეიძლება დამთავრდეს და მე რაღაცა ძალიან დიდი უბედურება დამემართოს და მაგისგან ხო არავინ არ არის დაზღვეული რა მე ჩემ თავზე რაც გავაცნობია რა იყო ის რომ რა უგუნურება ის მეშინოდეს იმის რაც გარდაუვალია ანუ როგორ შეიძლება რომ გეშინოდეს იმის რაც გარდაუვალია ხო თუ ცუდი უნდა მოხდეს შენს თავს მაინც მოხდება წუწუნთან დაკავშირებით ადამიანები ხშირად რო წუწუნებენ და არ აძლევენ თავს ბედნიერების უფლებას, ამაზე მაქვს ჩემი დაკვირვება. სხვათა შორის დაკვირვება ვაწარმოე და არ ვიცი ხა რამდენად ეს არის, მაგრამ ქართველებში ხშირად არის ხოლმე ესეთი დამოკიდებულება, რომ ადამიანებს გაჭირვების დროს გაცილებით მეტი ადამიანი გიდგას გვერდით ქართველებში და კარგად ყოფნის დროს უფრო ცოტა ადამიანია გარშემო და ეს რაღაცა განცდა არის იმისი რომ გაჭირვების დროს თითქოს იცი რომ ბევრი ადამიანი დაგიდგება გვერდით და იზიდავ ხალხს იზიდავ ყურადღებას და კარგად ყოფნის დროს თუ გეცლებიან ადამიანები და პირიქით შურის განცდა რაღაცნაირი შიში ჩნდება რომ კარგად ყოფნის დროს ადამიანებს დავკარგავ კარგად ყოფნის დროს ჩემი შეშურდება და ამიტომ ადამიანებს ურჩევნიათ რომ იწუწუნონ იმიტომ რომ ბევრი ყურადღება სითბო და სიყვარული ამით მიიღონ ვიდრე ის რომ თქვან რომ იცი რა კარგად ვარ და ბედნიერი ვარ ეშინიათ ამისი თქმის სხვათა შორის გამეხარდა რომ მაგ თემას დაიწყე ლაპარაკი მე ვამბობ ხოლმე ესეთ ფრაზას არ მეთანხმება ძირითადად არავინ მაგ ფრაზასთან დაკავშირებით მაგრამ მივედი მაგ დასკვნამდე რომ მეგობარი ესეთი ფრაზა გვაქვს მეგონი ქართველებს რომ მეგობარი ჭირში შეიცნობაო და მე არაფერ ვეთანხმები მაგ მოსაზრებას ვამბობ რომ მეგობარი ჭირში კი არა ლხინში შეიცვლება იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ჭირის ნაწილი როდესაც შემოდის აქ შემოდის შეცოდება და შეცოდება არის შეგრძნება რომელიც გულისხმობს რომ მე უფრო კარგად ვარ ვიდრე სხვა და თიანპარტავნულიც არის უპირატესობის განცდა არის და ლხინი არის ლხინში იმიტომ შეიცნობა შენი ნამდვილი მეგობარი პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით რომ ადამიანები ცდილობენ ჩემი დაკვირვებით სამწუხაროდ თავისი არარეალიზებული ოცნებების მოკვლას შენში. ანუ თუ მე არ გამომივიდა რაღაც, მე არ მინდა რომ შენც გამოგივიდეს, იმიტომ რომ ეს კიდე ერთხელ გამახსენებს ჩემ ჭრილობას, რომ ნაადრევად დავნებდი და ნაადრევად არ გამომივიდა რაღაცა. მოკლედ ჩემს წარუმატებლობაზე მელაპარაკება. ამიტომ ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები ხო ის თვითმოტივაციასაც უკავშირდება ჩემს, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც აზიარებს თავის ლხინს და
ამ დროს შენი მეგობრები ან ჩამოგეცლებიან, ან ცდილობენ რომ მოტივაცია დაგიკარგონ, ზუსტად მათ შემოდი შენი თვით მოტივაცია, რომ ჩემია ეს მიზანი და არა სხვისი და ამიტომ არ უნდა დავყარო არავითარ შემთხვევაში ეგ ფარხმული. და თვითმოტივაციის ნაწილში მივადექით ზუსტად იმას, რომ გარემოს რამდენად მნიშვნელობა აქვს იმაზე, მე როგორი მექნება მოტივაცია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ხო? და აქ რამდენად მნიშვნელოვანი არის მე მქონდეს თვითმოტივაციის ძლიერი ღერძი, რომ გარემოს ფაქტორებმა არ შეარყიონ და არ დაანგრიონ ეს ნაწილი. კი, იმიტომ რომ იმდენად მოკლედ რასაც ვეუბნებით ხოლმე coaching-ში, რაც მე შენგან მაქვს თავის დროზე ნასწავლი, არის ის, რომ ვინ არის ის მხარდამჭერი გარემო, ვინც შენ გჭირდება, რომ გყავდეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც სოციალური არსებები ვართ და თუ უნდა გავაცნობიე, რომ მე მარტო ვარ ამ მიზანთან მიმართებაში, თუ არსებობს ჩემს ირგვლივ ისეთი ადამიანები, ვინც ამ მიზნისკენ სავალგზაზე დამეხმარებიან. რასაკვირველია, მარტოც ალბათ შესაძლებელია ნებისმიერი მიზნის და ნებისმიერი საქმის გაკეთება. თუმცა თუ გინდა რომ შორს წახვიდე, იარე გუნდთან ერთად, ესეთი ფრაზა არსებობს აფრიკული და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდამჭერი გარე, მოკლედ. ვინც არ უნდა იყოს, ეს შენი მეგობარი იქნება, პარტნიორი იქნება, ოჯახის წევრი იქნება თუ ასე შემდეგ და თუ ხვდები რომ ეს გარემო რომელშიც შენ ხარ, მოკლედ, მხარდამჭერი კი არა, პირიქით ხელი შემშლელია, მოკლედ, ან მარტო უნდა გააგრძელო ამ ბიზნესკენ სიარული, ან უნდა დაფიქრდე, მოკლედ, ვისთან გააზიარო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია რა რეაქცია ექნებათ შენს მიერ გაზიარებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე გარშემო პირებს, იმიტომ რომ ხშირად ეჭვს ბადებს მათი ნათქვამი რაღაცეები და შემოდის ეს ეჭვი და მე ეს ეჭვის ჭია ძალიან ცუდი რაღაცაა, მოკლედ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე ხელი ჩაგექნებინოს და მე მქონია ცხოვრებაში ეგეთი გამოცდილება, თუ ავტორიტეტული ადამიანი შენთვის მით უმეტეს კი დიდი ჭია შემოდის ამ შემთხვევაში შენში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დარწმუნებული იყო იმაში, რაც გინდა, რასაც აკეთებ და ეს იმდენად ძლიერი იყოს ეს ფუნდამენტი, რომ ქარმა არ შეარყიოს, იმიტომ რომ ქარი აუცილებლად დაუბეროს. და სწორედ მაგ გამოწვევითაც მოდიან ხოლმე ჩვენთან ადამიანები, რომ ჭირდებათ თვითრწმენის გაძლიერება, ჭირდებათ თავისი თვითშეფასების გაძლიერება, საკუთარი თავის იდენტობის და თავისი ღირებულების აღქმის ნაწილში უნდათ გაძლიერება იმისათვის, რომ გარე ფაქტორება მერე მათზე არ იმოქმედონ და ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ყველა ადამიანი მუშაობდეს თავის თავთან, რომ სხვისი აზრი არ გახდეს ისეთი მნიშვნელოვანი, რომელმაც შეიძლება დაანგრიოს შენი თვითმოტივაცია და ცით რას ვფიქრობ კიდე ახლა გამახსენდა რამდენიმე ჩემი კლიენტი და რომ მიკითხავს, რომ ვინ არის შენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, საინტერესო დაკვირვება მაქვს, მოკლედ, ხშირად პასუხობენ, რომ რა ვიცი, შვილი, ჩემი მეუღლე, ჩემი დედა, ჩემი და ასე შემდეგ და ძალიან იშვიათად არის ხოლმე პასუხი, რომ მე ვარ თავარი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში. ამ სპექტაკლში რომელსაც ესე ვთამაშობ, თუ რაც თამაშს შეიძლება რომ დაარგო, თავარი გმირი ხარ შენ, შენი ცხოვრების თავარი გმირი ხარ შენ და აი საჭესთან ჯდომა ჩემი აზრით ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ კარგად გაცნობიერო, რომ ამ კონკრეტულ სიუჟეტში, ამ კონკრეტულ ოპერაში შენ ახარ მთავარი გმირი. მარიეტა, ეხა შეიძლება ადამიანი გვისმენდეს, რომელსაც ამ წუთში აქვს ის მომენტი, რომ საერთოდ არ აქვს მოტივაცია და ლოგინიდან ადგომაც კი არ უნდა. რა შეიძლება ასეთ ადამიანს ვუთხრათ ამ დროს იმისათვის, რომ მასში გაჩნდეს ეს თვითმოტივაციის მუხტი? პირველ რიგში ვეტყოდი, რომ მარტო არ არის ამ შემთხვევაში და ყველას გქონია ცხოვრებაში ეგეთი მომენტი, რომ გიფიქრია, დავნებდე თუ გავაგრძელო და მე პირადად მქონია. უახლოეს წარსულშიც მქონია, გადაღლილობის ჟამსაც მქონია, იმდენად გადაღლილი ყოფილა, რომ ხო არ დავნებდე, მაგრამ მე მიფიქრია, რომ რა იქნება რომ დავნებდე. და მიფიქრია იმაზეც, რომ პასუხი რეალურად ძალიან მარტივია, შენი ცხოვრება არის, ხო? დანებდები თუ არ დანებდები, რასაკვირველია შენი გადასაწყვეტია, თუმცა მე მგონია, რომ ფასი ძალიან დიდია, ცხოვრება ძალიან ძვირფასია. ამაზია მაგისთვის, რომ ერთი კონკრეტული წარუმატებლობის ან ერთი კონკრეტული გადაღლის გამო დანებდეს და ვეტყოდი და ვთხოვდი, რომ
წამოდგეს და სარკეში საკუთარ თავს უთხრას რამდენიმე რამის გამო მადლობა. დაფიქრდეს და მიხვდება რამდენი რამე აქვს სამადლობელი ცხოვრებაში. სინამდვილეში და ყველაზე რთული დღის მე როცა ძალიან დაღლილი ხარ ადამიანი ან ყველაზე მოტივაცია გამოცვლილი ხარ თუ დადგები სარკეს წინ და ეტყვი საკუთარ თავს სამი რაღაცის გამო მაგალითად მადლობას მიხვდები რომ სამით გაქვს და 23-ს რისთვისაც მადლობა უნდა უთხრა საკუთარ თავს და მიხვდები რომ იმაზე მეტი რესურსები გაქვს და იმაზე მეტი მიზეზები გაქვს ცხოვრებაში გასაგრძელებლად ვიდრე შენ იმ კონკრეტულ მომენტში გგონია წარმატება და წარუმატებლობა ყოველს ცხოვრებაში არსებობს. წარუმატებლობები ხშირად უფრო მეტია ვიდრე წარმატებები, მოდი ესე ვიტყოდი. უარიც ძალიან ბევრის ცხოვრებაში არსებობს, სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა სიხშირით. თუმცა ეს ყველაფერი არის გაკვეთილი, ალბათ მე მგონია, რომ თუ შენს წარუმატებლობას, შენს რაღაცა მარცხს თუ უსიამოვნო გამოცდილებას შეხედავ, როგორც გაკვეთილს, რა ისწავლი აქედან რაც არის ხო კოუჩინგის მიდგომა, რომ რა მასწავლა ამ კონკრეტულმა უარმა, რა მასწავლა ამ კონკრეტულმა წარუმატებლობამ. ამ შემთხვევაში მიხვდები, რომ გაგრძელებას ნამდვილად აზრი აქვს. ერთი კონკრეტული ფაქტი შენ ვერ გაგსაზღვრავს. ერთი კონკრეტული ეპიზოდი შენ ცხოვრებას, ერთი ცუდი პერიოდი რო გაქვს ცხოვრებაში არ ნიშნავს, რომ ცუდი ცხოვრება გაქვს რა. პირიქით, ჩემთვის წარმატება არის წარმატებულს და წარუმატებელ ადამიანს შორის განსხვავება არის ის, რომ წარუმატებელი ადამიანი უბრალოდ ნებდება დაცემის დროს და მარცხის დროს და წარმატებული ადამიანი მარცხის მერე ადგება, გაანალიზებს რა ისწავლა და ისევ ცდის, ისევ აგრძელებს. ამაშია განსხვავება. და პირიქით საკუთარ თავს აძლევს ძალას ყოველი დაცემის მერე ახლიდან იწყებს წინსვლას. ეს არის წარმატებული ადამიანის მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისება. და წეღან შენ ასეთი რამე თქვი, რომ 365 დღიდან 60-70 დღე არისო მოტივირებული, დანარჩენი არ არის მოტივირებული და წარმოიდგინე საბანკო ანგარიში რო იყოს გახსნილი და პროკრასტინაციული და ესეთი საქმეები რო იყოს აღწერილი და ესეთ ანგარიშზე დაგროვილი, რა თანხები დაგროვდებოდა. და რაღაცნაირად პროკრასტინაციული საქმეების ნაწილში მგონია, რომ პროკრასტინაცია არის სასაფლაო კარგი იდეების, ისეთი იდეების, რომელიც არ განხორციელდა ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ რაღაცის გამო გადავდეთ, იმიტომ რომ რაღაცის გამო შეგვეშინდა და ისევ შიშებს რო დავუბრუნდეთ, ესე იგი მოტივაციის ნაკლებობების უკან ერთის მხრივ დგას მნიშვნელოვანი ემოციები, შიში, რომელიც შეიძლება იყოს წარუმატებლობის შიში, ან წარმატების შიში, ან პასუხისმგებლობის აღების შიში, ან განკითხვის შიში და კრიტიკის შიში და ასე შემდეგ. და მეორეს მხრივ ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისი, რომ ან ჩემ საქმეს არ ვაკეთებ, ან პირიქით, ამის უკან დგას ძალიან დიდი წარმატება და ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა გავარღვიო იმისათვის, რომ მივიდე დიდ შედეგებამდე და აქაც როგორ მივხვდეთ, რისი ნიშანია იმისი, რომ ჩემ საქმეს არ ვაკეთებ თუ იმისი ნიშანია, რომ ამის უკან დიდი წარმატება დგას და იქ შიში მაქვს წარმატების. მოკლედ მაგასთან დაკავშირებით ერთ შეკითხვას დავუსვავდი, ვინც გვისმენს ახლა, რომ ვინ იქნები მაშინ, როდესაც ამ მიზანს მიაღწევ? ძალიან კარგი კითხვა. და თუ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ვიცი, იმის წარმოდგენაც, რომ ეგ ადამიანი ხარ, უკვე შენში იწვევს სიმშვიდის ბედნიერების კმაყოფილების შეგრძნებას, ნიშნავს, რომ შენია. და შენ საქმეს აკეთებ და შეიძლება შიში გქონდეს იმისა, რომ რაღაცა ვაიმე წარმატებული რა ვიყო, მაგრამ წარმატება ხო იდეაში იმას ნიშნავს, რომ იპოვნო საკუთარი თავი. წარმატება ხო სტატუსს არ გულისხმობს და ზუსტად ვიცი, რომ შენც და მეც ძალიან ბევრი ბჭყალებში წარმატებული ადამიანი ყოლია, რომელიც აბსოლუტურად უბედურია. ვერც აღიქვამს, რომ წარმატებულია. უდიდესი რესურსების, უდიდესი შესაძლებლობების, მართლა ძალიან წარმატებული, ოღონდ უბედური არის, იმიტომ რომ ვერ
აღიქვამს ამას წარმატებად, აუფასურებს ყველაფერს, აცამტვერებს და შეიძლება თვითგანადგურების პროგრამაც კი ჩართული კონდეს კონკრეტული წარმატების ეტაპზე, იმიტომ რომ შიგნიდან კონდეს იმისი განცდა, რომ მე ამას არ ვიმსახურებ. და აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ დროს საკუთარ თავზე მუშაობას, რომ ეს თვითგანადგურების პროგრამა არ ჩართოს ადამიანმა და უდიდესი ნაკეთები საქმეები თვითონ არ დაანგრიოს ყველაფერი. და ეს მინახავს ასეთი მოსული ადამიანები, რომლებიც მერე აცნობიერებენ სწორედ რა მოხდა რეალურად და როგორ გამოიწვია თავად ყველაფრის დანგრევა. როცა ეკითხები ადამიანებს, რომ რას გრძნობ, ერთ-ერთმა ჩემმა კლიენტმა და მე მეგობარმა, ესე იგი ესეთი რაღაცა მითხრა, რომ პირველად როცა მკითხეს, რომ რას გრძნობ, გაოცებული დავჭიო, რომ რას უნდა ვგრძნობ და მკითხეო, რას ვფიქრობ, ანუ ადამიანები მაგასაც ვახერხებთ. წარმოიდგინე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მგრძნობიერი არსებები, ხო, ყველაფერი ემოციებია ჩვენ ცხოვრებაში და მოახერხა ამ ადამიანმა და იმდენად გააჩუმა საკუთარი თავი, რომ არ ვიცი რას ვგრძნობ. მკითხე რას ვფიქრობ და სინამდვილეში, ეხლა ეს უკვე ძალიან დიდი პასუხია, რომ რას გრძნობ არის აბსოლუტურად ყველაფერი, თუნდაც წარმატებასთან მიმართებაში და ეგ მაგის იმჯერა, რომ წარმატება არის ის მოცემულობა, არ არის ხელფასი, არ არის სტატუსი, არ არის ქონება, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი არ არის. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ამ მატერიალურ სამყაროში, სადაც გააჩნია რას და ვინ რას ეძახის. ნამდვილად. ჩემთვის წარმატება არის, რომ რასაკვირველია, შეიძლება ეგ ყველაფერი გქონდეს, მაგრამ იპოვნოს საკუთარი თავი. მე ესე ვიტყოდი, რომ წარმატებული არის ადამიანი ჩემს თვალში, ვინც მოახერხა და აი ამ მატერიალურ სამყაროში იპოვნა საკუთარი თავი და იპოვნა საკუთარი მე. სწორედ ეხლა ამ საკუთარი მეს პოვნაზე გამახსენდა, ეხლა დეკემბრიდან ვიწყებ ახალ პროგრამას, ორთვიან ონლაინ პროგრამას, სადაც 2 თვის განმავლობაში ადამიანები სისტემატიურად დაიწყებენ საკუთარ თავზე მუშაობას და აი ამ მხოლოდ მეს პოვნა კი არ იქნება, აქ იქნება ახალი მეს დაბადება, იმიტომ რომ ის მე, რომელიც არის შეშინებული, რომელსაც აქვს დანაშაულის გრძნობებით სავსე დამოკიდებულება, რომელსაც აქვს თვით აღქმა ისეთი, რომ მე რაღაცებს არ ვიმსახურებ და სწორედ ამის გამო არც ფინანსებში მაქვს შედეგი, არც კარიერაში მაქვს შედეგი და შედეგებს ვერ ვდებ, იმიტომ რომ მე თვით აღქმა მაქვს არასწორი. დანაშაულის გრძნობის გამო, სირცხვილის გრძნობის გამო და უამრავი შიშების გამო, რომლიდან გამოც ვერ გამოვდივარ კომფორტის ზონიდან და мотивация რა არის? мотивация არის ენერგია შენს შიგნით. და ეს ენერგიები არის დაბლოკილი ადამიანში, როცა არ აქვს თვითაღქმა სწორად, როცა არ აქვს თვითმოტივაცია, როდესაც არ აქვს რაღაცნაირი ხედვა, როგორი საკუთარი თავი უნდა რო ყავდეს. და სწორედ 2 თვის განმავლობაში, დეკემბერში ვიწყებთ და თან ახალ წლებზე მოხდება ზუსტად ამ ძველი მეს დატოვება და ახალი მეს შექმნა დაიწყება შემდეგი იანვრის თვიდან და იქნება ძალიან ტრანსფორმაციული პროგრამა. რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ადამიანების ცხოვრებას და ეს იქნება აი მთელი წლის მუშაობის ტოლფასი არის 2 თვეში მოქცეული საკმაოდ მარტივად, სხვათა შორის მარტივი დავალებებით და იქაც მუშაობით, კოუჩინგის პროცესით, ფსიქოთერაპიული ტექნიკები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ სიღრმისეულ მძიმე ემოციებთანაც მოგვიწევს მუშაობა საკმაოდ მარტივად, რომლითაც ძალიან დიდ ენერგიებს გავანთავისუფლებ, მეც ვაპირებ იგივე პროგრამის გავლას მონაწილეებთან ერთად და სხვათა შორის თქვენთვის კოუჩინგ აპ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის იქნება სპეციალური განსხვავებული ფასი. მაგარია. და მოკლედ მგონია, რომ ერთად ბევრი ადამიანი კიდევ
ძალიან დიდ გარღვევას გავაკეთებთ აქ. ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქაოსის განცდა, ვინც ხვდება, რომ გაცილებით მეტი შეუძლია, მეტის რესურსი აქვს, მაგრამ დეპრესიის თავარი მიზეზიც ხო ეგ არის რეალურად, რომ შენ გონია, შენ უკვე იცი გრძნობ შიგნით, რომ ძალიან დიდი რესურსი გაქვს და ამის რეალიზებას ვერ აკეთებ და ყველაზე დიდი დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ეს არის და ძალიან მაგარია ეგეთი პროგრამები და მე მგონია, რომ კიდევ უფრო ბევრი უნდა კეთდებოდეს, იმიტომ რომ ამ ჩვენს პროფესიას coaching-ს აქვს ერთი დამახასიათებელი თვისება, რომ მუდმივად coach ხარ, ანუ 9-დან 5-მდე არ ხარ coach, მოკლედ ჩვეულებრივი სამსახურისგან ეგ განასხვავებს და ჩვეულებრივი პროფესიისგან ეგ განასხვავებს, აი რაღაცნაირად მთლიანად ხდები coaching-ურ აზროვნებას იწყებ და როცა აქ შედიხარ, მე ხვდები რამდენი ადამიანია, მოკლედ სხვანაირად იწყებ ადამიანების აღქმას, რამდენი ადამიანი, რომელიც განწირული ყვირის გადატანით მნიშვნელობით რომ მასშტაბდება დახმარა. ზუსტად და რო ხვდები, რომ ჩვენ კი ამას ვაკეთებთ ერთეულ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ რაღაცნაირად მომწიფ და უკვე იმდენი ათეული წლებით პიროვნული განვითარების პროგრამებში ვარ და მომწიფ და უკვე ისეთი პროგრამა, რომლითაც აი დაზიპული მთელი წლების სამუშაო შეიძლება 2 თვეში ადამიანმა სერიოზული გარღვევები გააკეთოს და უკეთ ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ამ პროგრამას და დარწმუნებული ვარ, რომ coaching-აპის კურსდამთავრებულები ბევრი ჩაერთვება ამ პროცესში და მოკლედ ისევ რომ დაუბრუნდეთ თვითმოტივაციის თემას, როდესაც ჩვენს კლიენტს აქვს თვითმოტივაციის ნაკლებობა. რა კითხვა შეიძლება ამ დროს დაუსვა, რომლითაც გაიღვიძოს მასში, გაიღვიძებს მასში თვითმოტივაცია. ჩემთვის ყველაზე ისეთი შეკითხვა, რომელიც ხოთა შორის ასევე coaching-აპში მაქვს, უბრალოდ მოსმენი და ხშირად ვიყენებ მას მერე, არის რა არის ფასი, რასაც იხდი ამ ყველაფერში და ეს არის მართლაც სასწაული შეკითხვა, იმიტომ რომ ხო თითქოს ისეთი შეკითხვა დასვი და ისეთი აი გონება შეიძლება აგიფეთქდეს და გაიღვიძო ზუსტად როგორც შენ თქვი, რომ ამართ ჩემო რას ვაკეთებ? ფასი არის ჩემი ცხოვრება. და ამას რო შენი ჯანმრთელობა, შენი ბედნიერება, შენი სიხარ ყველაფერი ეწირება ამას. ზუსტად და მერე უკვე ეს არის არჩევანი ჩემი აზრით და ყველაფერი ცხოვრებაში არის არჩევანი, რომელსაც ადამიანები ვაკეთებთ და აქ უკვე სწორი და არასწორი არ არსებობს, შენი არჩევანია. მოგწონს თუ არ მოგწონს, მოსწონს თუ არ მოსწონს ეს სხვას უკვე ეს სხვა. ამისანა და შენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ჩემი ცხოვრება არის ფასი ამ ყველაფრისთვის და ჩემი ბედნიერება არის ამ ყველაფრის ფასი, მერე უკვე შენი არჩევანია. კლიენტის არჩევანია, ამის მერე დაიწყებს მართლა რაღაცების ცვლილებას და გამოღვიძებას და სიბნელიდან სინათლისკენ გადმოსვლას თუ ისევე ისე გააგრძელებს. მე ჯერ არ მქონია სიმართლე გითხრათ ეგეთი შემთხვევა, რომ ადამიანს ეგეთი ძლიერი გაცნობიერება ქონოდეს და ისევე ისე გააგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ ეგეც აბსოლუტურად მისაღებია, რომ შენი ამბობ, რომ ეს არის ცხოვრება, არის ამის ფასი და აგრძელებ მაგ ყველაფერს, მაგრამ მოკლედ იმდენად დიდი სარკეა და ისეთი გამჭირვალეა გამოსახულება მაგ სარკეში, რომ წარმოუდგენელია რომ მაგან არ მოახდინოს ზეგავლენა და რაღაცა ისეთი არის რა ნამდვილად ტრანსფორმაციული შეკითხვა. დიდი მადლობა მარიეტა და ამ კითხვით დავტოვოთ ადამიანები, მათ რომლებსაც აქვთ ახლა მოტივაციის ნაკლებობა, თუ არ შეცვლიან თავის ცხოვრებას, რა ჩაივლის მათ გარეშე და რა ფასი ხდიან იმაში, რომ არ ცვლიან რაღაცებს და დაფიქრდით ამაზე. დღეს ჩვენი სტუმარი იყო მარიეტა მაჭარაშვილი, coach-ი. მადლობა მარიეტა. მადლობა შენ. მადლობას გიხდით მოსმენისთვის და მოგწერეთ რა თემებზე გინდათ რომ ვისაუბროთ შემდეგ პოდკასტებში.